ვახტანგ მოგესალმებით. მოგესალმებით. მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად, ვიდრე დავიწყებდეთ საუბარს, მაყურებელს ვეტყვი რომ სულ ახლახანს გავრცელდა ინფორმაცია მარიუპოლში, როდესაც დაიბომბა, გახსოვთ თქვენ ეს ბავშვთა საავადმყოფო 50 ადამიანი ქალაქის მერი, მარიუპოლის მერი ავრცელებს აი ამ ინფორმაციას. 50 ადამიანი ცოცხლად დაიწვა აი ამ საავადმყოფოშიო. 5000 ადამიანია, რაც ცნობილია, სულ გარდაცვლილი მარიუპოლის დაბომბვის შედეგად და აქედან არის 210 ბავშვი, მაგრამ ეს არის ის ციფრები, რომელიც ამ ეტაპისთვის არის ცნობილი, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, ჩვენ ვისაუბრეთ ამაზე ბევრი, რომ მარიუპოლში ჯერჯერობით ვერ შედიან უკრაინული სამხედროები და აი არ ვიცით, ამიტომ ზუსტად რა მდგომარეობაა. თუმცა ამავე დროს ტელეგრამ არხებზე ვრცელდება ინფორმაცია ბერდიანსკთან დაკავშირებით თუ რა ვითარება დახვდათ, აი ხედავთ თქვენ ახლა აი ამ ფოტოებს, ამ კადრებს პირდაპირ ეთერში რა ვითარება დახვდათ უკრაინელ სამხედროებს მას შემდეგ, რაც მოხდა ბერდიანსკის განთავისუფლება და იქ შესვლა ჟურნალისტების, როგორი დანგრეულია ქალაქის 80% არის განადგურებული, აქაც ისევე როგორც ბუჩაში ნაწამები ხალხი მოკლული, დახვრეტილი ადამიანები ასე ყრიან ქუჩაში და ეს საზარელია ეს ყველაფერი, რასაც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ვუყურებთ და რა ინფორმაციაც მოდის უკრაინიდან. მოდით გავაგრძელებ საუბარს ბატონ ვახტანგთან და ვისაუბროთ ამაზე. აი თქვენი როგორც სამხედრო პირის შეფასება მაინტერესებს, გენოციდი უკვე ეწოდა ამ ყველაფერს, რაც ვნახეთ ბუჩაში, რაც არის ბერდიანსკში, რაც არის ირპენში და იმ ქალაქებში, საიდანაც მოხერხდა რუსების განდევნა. რა ქვია ამას ყველაფერს და ომს მეთქი არაერთხელ მithქვამს ამის შესახებ, ომს თავისი წესები აქვს ხო დამეთანხმებით. აი ეს რაში ჯდება საერთოდ, რასაც რუსი ჯარისკაცები და რუსეთი და პუტინი აკეთებს უკრაინაში. ხო, უშუალოდ აი თუ ტერმინოლოგიურ დაზუსტებას მივყვებით, მაშინ ამას ალბათ გააკეთებს და იმედია რომ გააკეთებენ, როცა იქნება იურისტები ამას დაждდებიან და ზუსტად განსაზღვრავენ. ორი აზრი არ არსებობს, რომ არის ომის კანონების დარღვევა, ომის დანაშაული. არის სოფლიო ლიდერები ამას უკვე ასეც უწოდებენ. დიახ, არის ბევრი პუნქტი შედის, რა თქმა უნდა, ომის კანონებში და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ის კატეგორია, იმ კატეგორია ადამიანების, რომელიც უნდა იყოს დაცული, რომელიც ხელშეუხებლებია, მათზე არ უნდა ხდებოდეს ზემოქმედება. ეს არის მშვიდობიანი მოსახლეობა, ეს არის ტყვეები და ავადმყოფები მოწინააღმდეგის, ეს არის დაღუპული ხომალდების ეკიპაჟები, ანუ რომელიც განიცდიან კატასტროფას იმ ხომალდების ეკიპაჟები, სამხედრო ხომალდების ეკიპაჟები, სამედიცინო პერსონალი და სასულიერო პირები. ეს არის გაწერილი ეს კანონები, ეს პიროვნებები, რომელზეც არ შეიძლება შეეხო და ამაზე და ამ დროს ჩვენ რა ვნახეთ? ჩვენ ვნახეთ ყველა კატეგორია შეიძლება და მოკლული ბავშვები, აი ჩემთვის ეს არის მართლაც ყველაზე შემზარავით ზოგადად ეხლა ომის საშინელებაა და ადამიანის მოკლა მართლაც საშინელებაა, მაგრამ აი ეს 4 წლის ბავშვი საშკა, რომელიც მოკლულია, რომელსაც ტყვია ესროლეს. აი ეს ბავშვები, რომლებიც გაუპატიურებულები არიან და კბილები აქვთ დაცლილი. ნუ კიდევ ერთხელ ვიძახე, ეს არის უკვე თითოეული შემთხვევა უნდა იყოს გამოძიებული, თითოეული შემთხვევა და ამაზე შეგახსენეთ, რომ ომის დამნაშავეს არ აქვს ვადა. ეს დანაშაული, როდესაც არ უნდა მოხდეს, ის უნდა დაისაჯოს, როცა ამის შესაძლებლობა იქნება. ეხლა როგორ დადგენილი იქნა ბუჩაში, აი სადაც პირველად დადგენილი იქნა ის დანაყოფები სახელობით 74 ცალკეული ბრიგადა, რომელიც 35 არმიაში შედის. ეს ბრიგადა და ეს არმია საინტერესოა იმით, რომ აღნიშნული აღმოსავლეთიდანაა გადმოსროლილი, ძირითადად ბურიატები დაკომპლექტებული. ეხლა არავის არ მინდა არც ერთზე რაღაც ესეზე მეტის არ მინდა ვილაპარაკო, მაგრამ აქ არის იმას მნიშვნელობა, რამდენად
იყო დეჰუმანიზირებული მოწინააღმდეგე მათ როდესაც მათ ამზადებდნენ ამ ოპერაციისთვის ხო დემონიზირებული რამდენად იყო მოწინააღმდეგე და ანუ ეს იმას ნიშნავს რომ ისინი ამისთვის იყვნენ ამისთვის მოამზადეს ამისთვის შეაგზავნეს ასეთი ბრძანება მიისცეს ხო რუსებმა გენერალიტეტმა ბრძანება შეიძლება არც იყოს მიცემული პირდაპირ მაგრამ ვინაიდან ეს ხდება კოლექტიური თვალის დახუჭვა ეს პასუხისგებელია მის ხელმძღვანელობა ყველა თითეული მათგანი პასუხისგებელია აი ამის განხორციელებაზე. აქ ჩანს მე კიდევ ერთხელ ვიძახ როდესაც უყურებ ხო და ძალიან მძიმე საყურებელია მე უფრო სხვა კუთხიდან რო შევხედო არ ეტყობა აი ამ ქმედებას აი ეს მეთოდურობა და სისტემატიზირებულობა რა თქმა უნდა ფაშისტურ გერმანიის SS-ელების დანაყოფებს რომელიც თქვა ყველა მიათეს ან რაღაცას მიზანი ქონდა და რაღაც გარკვეული მეთოდურობა ქონდა და რაღაც აზრი იყო ჩადებული ამ საშინელებაში, მაგრამ აზრი იყო ჩადებული. არ გავს ისევე როგორც აი მაგალითად ლენინ ძერჟინსკის დროინდელ წითელ ტერორს, რომელიც ხალხის შეშინებულს აი აქ უფრო ჩემი თვალგადასახედიდან ეს იყო რაღაც აი ველური, რაღაც ინსტინქტების გამოვლენა და დემორალიზებული, უდისციპლინო, დაშინებული სამხედროების მიერ გაკეთებული ეს ყველაფერი, როდესაც ეს ხდებოდა, თუნდაც მეთაურების თვალის დახუჭვით ან მეთაურების ნაწილობით თანამონაწილეა ყველა ეს პიროვნება, რომელსაც შეიძლება არ გაუკეთებია, მაგრამ შეესწრო ამ ამბავს. ამიტომ აი ეს ვიძახი რომ ეს არის რაღაც ძალიან აი ეს როგორ მიაწვდი შენ ამ ამას მეტყველებს კიდეც ალბათ იმაზე თუ რა მდგომარეობაშია რუსეთის ჯარი და ის მითი რომელიც დაიმსხვრა ამ ჯარის სიძლიერესთან დაკავშირებით იმიტომ რომ აი უკრაინა ქვეყანა ეს ქვეყანა დასავლეთის დახმარებით რა თქმა უნდა ახერხებს მაგრამ იქ იბრძვიან უკრაინელი ჯარისკაცები მათ მხარდამხარ იბრძვიან მოხალისეები საქართველოდანაც და არაერთი ქვეყნიდან სხვათა შორის მაგრამ ყოველ შემთხვევაში კუდით ქვა ასროლინეს ხო ის რა გეგმაც ქონდა პუტინს დასახული ამას ვერ მიაღწია აი ეხლა რა გეგმა აქვს პუტინს მაშინ როდესაც აი დაზვერვა სამხედრო დაზვერვა იგივე შეერთებული შტატები დიდი ბრიტანეთი საუბრობენ იმაზე რომ ხდება რაღაც უფრო აღმოსავლეთისკენ აი ამ ჯარების გადასროლა ეხლა თქვენ რას ფიქრობთ რა იქნება შემდგომი ნაბიჯი ხო ნუ ეს გარკვეულწილად ეს დიდი ხნის წინ ვიწინასწარმეტყველეთ რომ აი ეს იქნებოდა მსგავსი ვითარება ვინაიდან ის კიევის მიმართულებაზე იყო აბსოლუტურად უპერსპექტივო გამომდინარე უკრაინული ჯარის ბრძოლის უნარიანობით და რუსული ჯარის კომპლექტაციით იმ მიმართულებაზე და ეს მოსალოდნელიც იყო 25 მარტს რუცკოიმ გენერალმა რუცკოიმ გააკეთა ფაქტიურად გაახმოვანა ის მიზნები რაც დაისახა აი ამ შეგვიძლია ვთქვა ომის მეორე ეტაპისთვის ხო ეს არის მან განაცხადა ჩვენ დიდი ქალაქების აღებას არც ვაპირებდით და ჩვენი ამოცანა არის დონბასის მიმართულებაზე გაძლიერება რა თქმა უნდა აბსოლუტურად შეცვალა ეს დაწეს თამასა პუტინი რამეზე საუბრობდა უბრალოდ ალბათ დამეთანხმებით რა თქმა უნდა პუტინი სულ თავიდან იქამდეც მიდიოდა რომ ნატომ განახორციელოს ამიტომაც რა თქმა უნდა ვერ მიაღწიეს ამას და ეხლა რომ შეინარჩუნონ ესეთი კაი გარეგნობა ხო როგორც ითქმება ცუდი თამაშისთვის რა თქმა უნდა ძირითადად მაინც შიდა აუდიტორიაზე მუშაობენ თორე გარეთ ყველა მიცის თორე თავიდან პუტინი 97 წლისკენ დაბრუნებას მოუწოდებდა ნატოს და რუმინეთის და იმის გაყვანას მაგრამ დავიდა იქამდე რომ ლუგანსკი დონეცკის საზღვრამდე გასვლა არის ახლა მთავარი მიმართულება და ხო და აი ამას ყველაფერს კიდევ ერთხელ ვამბობ უდიდესი ადამიანური მსხვერპლი მშვიდობიანი მოსახლეობა გაუბედურებული ფსიქიკის ადამიანები ბავშვები აი აღარც მინდა გამეორება ეს 40 ბავშვი მართლაც სისასტიკე ერთი კითხვა მაქვს ბატონო ვახტანგ თუ მართლაც ასე მოხდა ლუგანსკისა და დონეცკის მიმართულებით მოხდა ჯარების მობილიზება
და იყო საუბარი რომ დონბასის აღება ყირიმთან რაღაც სახმელეთო ხიდისთვის სჭირდება სტოლტენბერგმა თქვა თუ არ ვცდები ამის შესახებ თუ ასე მოხდა უკრაინულ ჯარს აი ამ ეტაპზე აქვს თუ არა რესურსი რომ ეს არ დაუშვას და როგორი იქნება მათი პასუხი ხო ნუ სტოლტენბერგმა ცოტა დაგვიანებით თქვა იმიტომ რომ უკვე დერეფანი გაკეთებული აქვს ფაქტურად რუსეთს ერთადერთი აი მარიუპოლია რომელიც აი იბრძვის ბოლომდე ბოლო ჯარისკაცამდე აქ ახლა საუბარია იმაზე რომ მე არ მინდა ესეთი შემოვიტანო ძალიან პესიმისტური ნოტები მაგრამ აი ამ დონბასში ახლა იქნება გადამწყვეტი ბრძოლა და ალბათ იქნება ძალიან დიდი დანაკარგები ორივე მხრიდან. ძალიან სისხლიანი ბრძოლა იქნება, ვინაიდან ეს იქნება სხვა სახის ბრძოლა, ვიდრე ვნახეთ დაუშვათ ამ დრომდე, ანუ დაბომბვები თუ ეს იქნება უკვე დაუშვათ პირისპირ კონტაქტური, ეს იქნება კონტაქტური ბრძოლა, ეს იქნება კონტაქტური ბრძოლა, რა თქმა უნდა, რუსეთს შეეცდება თავის უპირატესობას რაჰერში გამოიყენოს, მაგრამ სიახლოვეს, აჯარების სიახლოვეს აი ამ უკვე მიმდინარეობს გადაჯგუფება როგორც უკრაინელების მხრიდან, ასევე რუსების მხრიდან. და აი ამ ბრძოლას, ამ ოპერაციას, დონბასის ოპერაციას ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა შედეგისთვის, საერთოდ საბოლოო შედეგისთვის. თუ კი რუსეთი მიაღწევს გარკვეულ წარმატებად და ძალიან არ ვისურვებდი და ეჭვმეპარება რომ მან მიაღწიოს ამ წარმატებას, მას ექნება უკვე პრეტენზია რომ გააგრძელოს თქვა იგივე ოდესის მიმართულებაზე თავის შეტევები. თუ კი ვერ მიაღწევს ის იძულებული იქნება გადავიდეს დაცვაზე და ის დაკავებული ტერიტორიების შენარჩუნებაზე აი ამის შემდგომ რა თქვენ კითხვას რომ დაუბრუნდეთ რამდენად უკრაინას შესწევს ძალა აი აქ მოხდება ვითარების გაჭიმვა დროში ვინაიდან უკრაინას დაჭირდება ძალების მობილიზება რათა უკვე თვითონ განახორციელოს შეტევა როდესაც რუსეთი იქნება თავდაცვაში ეს მისგან უფრო მეტ მოითხოვს მეტ რესურსს და იმედი მაქვს რომ რასაც პირდებოდნენ აქამდე და ამისთვის მას სჭირდება აუცილებლად დარტყმითი საშუალებები რაც არის ჯავშან ტექნიკა და ავიაცია ეს მას სჭირდება სამხედრო ტექნიკა რომელიც უნდა რაც მას დღეს აძლევენ ძირითადად არის მაინც თავდაცვითი ეხლა მას სჭირდება შეტევითი ლეტალური იარაღით დახმარება და მოხდება ამის გადაცემა უკვე დაწყებულია როგორც მე ვიცი უკვე დაწყებულია ჩეხეთიდან არის უკვე მოძრაობა საბჭოთა ტიპის ჯავშან ტექნიკის რომელიც ათვისებული აქვს უკრაინელებს და ჩეხეთიდან თითქოს დაიწყო და მე ძალიან მომწონს ის ფაქტი რომ ნაკლებად ხმაურდება და ნაკლებად აფიშირდება ეს იარაღის მიწოდება რა ტიპები და ასე შემდეგ ვინაიდან თვითნავებზე გამოჩნდა რა ჩაიშალა ეს პროექტი იმის გამო რომ ძალიან ადრე დაიწყეს ამაზე ხმამაღლა ლაპარაკი მადლობა ბატონ ვახტანგ კიდევ ბევრი კითხვა მქონდა მაგრამ დრო ამომეწურა არა უშავს კიდევ შევხვდებით სალაპარაკო როგორც ვატყობ ბევრი გვაქვს იმიტომ რომ თქვენი პროგნოზიც ასეთია რომ ჯერჯერობით ამ ყველაფერს დასასრული არ უჩანს მაგრამ აუცილებლად დასრულდება უკრაინელების გამარჯვებით და როდესაც ასეთი სამხედრო გამოცდილი მაღალჩინოსანი ამას ამბობს არ შეიძლება უკრაინა გამარჯვებულია ფაქტურად უკრაინა უკვე გამარჯვებულია რუსეთი უკვე დამარცხებული კი ეჭვი რომ შევიტანოთ მადლობა ვახტანგ კაპანაძე იყო ჩვენი სტუმარი ვშდობები ბატონ ვახტანგს და ვიკა ბუკიას მივესალმები გადაცემა პირველი ხაზის წამყვანს ვიკა მოყევი ვინ იქნებიან შენი სტუმრები რაზე ისაუბრებ ალბათ არ არის ძნელი გამოსაცნობი აი ამ ტრაგედიაზე რასაც ვუყურებთ და რაზეც ვტირით ასე გაუჩერებლად მთელი ამ 2 დღის განმავლობაში ეკაი ვრცელდება ინფორმაცია შენს გააცანი მაყურებელს რომ დაახლოებით 50 ადამიანი დაიღუპა მარიუპოლში რუსული ჯარების მიერ ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვისას და ჩვენ გალინა იანჩენკოს უკრაინის რადას დეპუტატს ვკითხავთ ამ ინფორმაციის შესახებ ეს არიან ადამიანები რომლებიც ცოცხლად დაიწვნენ აი ეს ძიმე ამბების თქმა მიწევს ეკა ცოცხლად დაიწვნენ დაბომბვისას როგორც მარიუპოლის მერი ამბობს და დაახლოებით 5000-მდე ადამიანის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია მსხვერპლს ვამბობ ახლა სადაც 210 აქედან ბავშვია მაგრამ აი ვიცით რა ხდება ბუჩაში და წარმოდგენაც კი რთულია რა შეიძლება ხდებოდეს მარიუპოლში როგორც ვიცით უკრაინული არმია ჯერჯერობით ვერ ახერხებს მარიუპოლში შესვლას ანდრეი ბისტროვსაც ვკითხავთ ბოლო დეტალების შესახებ ტელეკომპანია უკრაინის რედაქტორს რაც შეეხება საქართველოს და აქ მიმდინარე მოვლენებს როგორ პერსპექტივა ექნებათ
ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებს იმ ბრალდებების ფონზე, რაც ბოლო დღეებში გვესმის. გუბა სანიკიძე იქნება ჩვენი გადაცემის პირველი სტუმარი, ასევე ნონა მამულაშვილი, რომელსაც ხმაურიანი ეთერი ჰქონდა, გიორგი გუგავა, ლეიბორისტული პარტიის წევრი და კაკო ბობოხიძე, რამდენიმე წუთში ვართ პირდაპირ ეთერში. ძალიან საინტერესო სტუმრები გყავს და მარიუპოლზე ვისაუბრეთ ჩვენს გადაცემაში. მეც ასევე მარიუპოლის ტელევიზიის ხელმძღვანელი მყავდა სტუმრად და მართლაც საშინელებებს ყვებიან და საშინელება ხდება მარიუპოლში. ბევრად უფრო უარესი, როგორც ამბობენ, ვიდრე ნახეთ უკვე ბუჩაში, ბერძიანსკში თუ სხვა ქალაქებში. არ ვიცი, წარმატებები შენ ვიკა და წარმატებები რა თქმა უნდა უკრაინას და გამარჯვება უკრაინას. მადლობა ვიკას ვემშვიდობები და ვემშვიდობები მაყურებელსაც. მადლობა რომ გვიყურეთ, მშვიდობას და ჯანმრთელობას გისურვებთ ნახვამდის.